Სვენეთ ირაკლი კობახიძის პოზიციები, სადაც ის, გარდა იმისა, რომ დასავლეთს კვლავ ომში ჩართვაში თუ ჩათრევაში ზდებს ბრალს ჯო ვილსონს ლანძღავს, თან გამოთქვამს იმედებს, რომ დაალაგებს ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან, მაგრამ ყველაზე საშიში და სიმპტომატური იყო ერთი-ერთი მგზავნილების გამეორება, რაც ჩვენ მოვისმინეთ უკვე 21 საუკუნის მხედრიონად წოდებული არაფორმალური ორგანიზაციების ლიდერებისგან, MMA-ის მებრძოლებისგან, შემდეგ კიდევ უკვე სხვებისგან და რა ვიცი, მე მგონი აქ სასიკეთო და სასაცილოც აღარაფერი აღარ დარჩა. ხო, სასაცილო ნამდვილად არაფერია. პირველ რიგში ამერიკასთან ურთიერთობის მოbrunების საკითხში ჩვენ ნახეთ გუშინდელი გადაწყვეტილება, როდესაც ევროპის კონტინენტზე მხოლოდ ერთი სახელმწიფო, რუსეთი და ბელარუსიც კი არ არის. ერთადერთი სახელმწიფო საქართველოა, რომელსაც ფაქტობრივად შეეზღუდა ამერიკის შეერთებულ შტატებში სხვადასხვა კატეგორიის ვიზის მიღება და ამას გაზრდილი დეპოზიტი ჭირდება, ისედაც თითქმის ფაქტობრივად ერთეულების ხვედრი იქნება ის, რომ ტურისტულად, საქმიანად, სასწავლებლად და ასე შემდეგ, საქმიანი ვიზიტით და სასწავლებლად წავიდეს ამერიკის შეერთებულ შტატებში და ეს ხატყობს იმას, როდესაც თუ როგორ შეიძლება და 2 წლის წინ რა ურთიერთობები ჰქონდა, თუნდაც 2 წლის წინ და არ ვსაუბრობ წლების წინ, წინა ხელისუფლების დროს, შევარდნაძის პერიოდშიც კი და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ქართულ-ამერიკული ურთიერთობა არის ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაში, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ შეიძლება ყოფილიყო. აქედან გამომდინარე და ჩვენ ნახეთ მათ შორის საელჩოს გამოხმაურება ცენზურის დაწესებასთან დაკავშირებით და მე ზუსტად ვიცი, რომ ეს ცენზურით ვერ დამთავრდება, იმიტომ რომ არა გამორიცხულია ცენზურა მიმუშაობს იმ საზოგადოებაში, როდესაც თავისუფალმა საზოგადოებამ თავისი განვითარებით ქართულმა საზოგადოებამ გაასწრო ქართულ ოცნებას და გამორიცხულია რომ ცენზურა მიმუშაოს. რამდენი ადამიანს არ უნდა დაიჭირონ იმით ცარიელი ფურცლისთვის ან იმისთვის რომ იქ ბიძინა აწერია, ან ირაკლი აწერია, ან პეტრე აწერია, პირობითად და სახელები აწერია და რაღაც სხვა მითითებაც იყოს, ან საერთოდ არ იყოს და ამის გამო ადამიანები ციხეებში გამოამწყვრენ, რაც არ უნდა ასე აკეთონ. ვერ გაწვდებიან იმ ხარისხს და იმ მასშტაბს, რა მასშტაბით შეიძლება შეზღუდვებით და თავისუფალ საზოგადოებას აქვს და შეზღუდვებით ამას ვერ შეზღუდავ. ახალი გამოსავალი გააკეთეს და მე ზუსტად ვიცოდი, რომ ეს იყო კობახიძე მდინარაძის ტვინში მოხარშული ეს რაღაც ზონდერ დაჯგუფება. მდინარაძე განეიტრალდა თითქოს და მოხსნეს თუ არ ვიცი და იგივეს იმეორებს ახლა ხო, ნუ ეს პროექტი თუ პროგრამა თუ რა შეიძლება დავარქვა ეს რაღაცა ინიციატივა უკვე ჩაშვებული ქონდათ რა. ან ბიძინასთან შეთანხმების გარეშე იქნება. არ ვიცი, ახლა ვერ გეტყვით, მე არ გამორიცხავ რომ ბიძინასთან შეთანხმებულიც იყოს, უბრალოდ მე მგონია რომ ძალიან ცუდად დაიწყეს ამ პროექტის ჩაშვება ცუდ დროს, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ახლა როგორც მაგალითად წინა თვეებში ან 2024 წლიდან უწყვეტი პროტესტია და მადლობა უწყვეტი პროტესტის მონაწილეებს, შეიძლება 10,000-ობით ადამიანი ახლა ყოველდღე ქუჩაში აღარ დგას, მაგრამ დგას 100-ობით, 1000-ობით ადამიანი და ასე შემდეგ, ხო? ჩვენ ხედავთ მრავალრიცხოვან შაბათის მარშებს, 26 მაისში 10,000-ობით ადამიანი, ანუ პროტესტი არის ხალხში და ეს პროტესტი რომელთა გაჩერების მცდელობაც არის ამ არაფორმალურ. კი, მაგრამ ვერ გააჩერეს და სწორედ მაგეთკენ მივდიოდი, რომ ეს მეთოდი ჩათვალეს, რომ როგორც მაგალითად რუსეთში იმუშავა, ამ მეთოდს, სადაც მაგალითად ეგრეთ წოდებული სპორტული დარბაზებიდან გამოიყვანეს ადამიანები და უკვე ფიზიკურად უსწორდებოდნენ ოპოზიციურად განწყობილებას. კი, ნეოფაშისტები მათ შემდეგ მიიღეს ეს სახე, რასაც ნეოფაშისტური დაჯგუფებები ქვია და პუტინმა ფიზიკურად გაანადგურა 3 ლიდერი მათი, იმიტომ რომ შემდეგ უკვე რუსებს ხელისუფლების მომხრე არაეთნიკურ რუსებს ფიზიკურად ანადგურებდნენ. შემდეგ ბიზნესი უკონტროლო გახდა და შემდეგ ფიზიკურად გაანადგურა. ამაზე არის ვიდეოები, ჟურნალისტური გამოძიება, YouTube-ზე დევს ფილმები, მათ შორის თუ არ ვცდები არის ფრანგული, გერმანული არქივი. ამ საფრთხეს ხედავთ საქართველოს? მე არა, ამ საფრთხეს ვერ ვხედავ, აი მაგეთკენ მივდიოდი, რომ ესენი ხო ისინი იყვნენ იდეოლოგიზირებული ადამიანები რა და სახელმწიფო ეხმარებოდა FSB და ასე ვთქვათ, სახელმწიფო სტრუქტურები, მათ შორის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო ოლიგარქი, იქაური რუსი ოლიგარქი ამ დაჯგუფებების, სახელმწიფო ეხმარებოდა მას ფინანსურად და ტექნიკურად, ანუ ხელშეუხებლობა ჰქონდა, მაგრამ იდეოლოგიზირებული, ეს ქართველი შვილი რა იდეოლოგიზირებული შეიძლება იყოს, ხო? იმ 5-დან იქ ჩამომსხვრები რომ იყვნენ ერთ-ერთი გუგულებივით, ერთ-ერთი თურმე აუზის მერიის აუზში ყავთ გაფორმებული. ეხლა
ესეთი ადამიანი, რომელიც 1500 ლარს, 1000 ლარს იღებს, კორცხელის მომწყობის ხო, ეს კორცხელის მომწყობი იქნება იდეოლოგიზირებული. ეს არის ეტაპობრივად თანდათან მათ თავის მიზნებს მიაღწიეს. ხო, ქართულმა ოცნებამ თუნდაც ვერ ვიტყვი პირიქით. ახლა ამ ადამიანებს ოფიციალურად აყალიბებენ ორგანიზაციას. როცა ესეთი დაჯგუფებები შექმნა გჭირდება, ესე იგი შენ მიზნებს ვერ მიაღწიე და გინდა ამ გზით შეაჩერო და გააჩერო პროტესტი, უკმაყოფილება და ასე შემდეგ და გამორიცხულია. აი მე ხა სხვათა შორის მე მგონია და მაგრამ კობახიძე ამ ბოლო დროს ხშირად მიცრუებს ამ ნაწილში იმედებს, რომ მე მგონია რომ კობახიძეს უნდა ისმოდეს რა საფრთხეშია. თუ მას და თქვენ სწორად თქვენ შესავალ სიტყვაში თქვით რომ გასამხედროებული მხედრიონის სტილის თუ ეს მას შეეტენ ამ ბოდიში ამ სიტყვისთვის ამ ასე თქვა და სისხლს ამ დანაშაულს ვერ ჩამოირეცხავს მისი გვარი ვერაზროს თუ მას დაბრალდა საქართველოს ხო ვიცი ჩვენ ესეთი ადამიანები ვინც ესეთი დაჯგუფებები შექმნა და მათი სახელები და გვარები არ მიეცემა საქართველოს ისტორიის დავიწყებას ვინც 90-90-იანებში ის ჩაატარა და თუ ეს მის გვარს დაუკავშირდა ეს იქნება მისთვის და მე მეგონა რომ ამდენ რისკს ის აფასებდა და ხედავდა მაგრამ როგორ ჩანს დღესაც მეც ისე მეგონა დღესაც გაიმეორა ეს იდეა ცდილობს არ მოკლას ხო და საბოლოო ჯამში ეს მათ არ გაუვათ იმიტომ რომ არც ეს ხალხია ძალიან საშიშები ერთი შეხედვით. ეხლა სადარბაზოში ზურგიდან თუ მოგეპარება, ზურგში თუ მოგეპარება ადამიანი და ლაჭრულად ჭაგარტყამს, ეხლა ამას არც კუნთმაგარობა ჭირდება და არც ესე თქვა რაღაცა ორგანიზება, ხო? ზურგიდან თუ მოგეპარება ადამიანი და ლაჭრულად ჭაგარტყამს ან ოჯახის წევრთან ერთად და ვიცით, ხო? ადამიანი მეუღლესთან ერთად იყო და თავში ეს არც ქალაქობაში არც 15 წლის ბიჭები იცინოდნენ თენგო და კი, ხო, ნუ ეხლა ის ამ შემთხვევაში ნიკო იუმორისტის და კომიკოსის ნაწილზე ვსაუბრობ, მეუღლესთან ერთად იყო და ფიზიკურად თავს დაესხნენ და მე გამოდიან და ამბობენ რომ რაღაცა კაცობა, ქალაქელობას ვიცავ და ასე რაც არც ცეთ კანონში, არც ერთ კოდექსში, არანაირ ადამიანობაში და გაგებაში და ქართულობაში არ ჯდება, ჯერ ერთი როგორ შეიძლება დაქირავებული იყო და დაქირავებულით ვიღაცის დავალებით ადამიანებს ფიზიკურად უსწორდებოდა. და მეორე კატეგორიის ხალხი გამოაგორეს ეგრეთ წოდებული ვითომ ხელოვანები. არავით არის კავშირი მაგ ადამიანებს ხელოვანობასთან არ აქვს. ერთი თურმე მე მოვიკვლიეთ, ხო ჩვენც ვიკვლებთ დმანისის თეატრის რაღაცა ხელმძღვანელი ყოფილა და არც ერთი სპექტაკლი არ დაუდგავს დმანიში და მილიონობით თანხა აქვს დმანისის მუნიციპალიტეტიდან, კულტურის სამინისტროდან რუსთაველის უნივერსიტეტი, თეატრალური უნივერსიტეტიდან და კიდე ერთი უნივერსიტეტიდან აუღია ფული და ერთი სპექტაკლი გაუსაღებია როგორც ხარულიძეზეა საუბარი. ანუ ეს არის კორუმპირებული და ადრე თუ გვიან მას მოუწევს პასუხისგება ამასთან დაკავშირებით და ეს არ არის 10,000-ობით ლარი. 100,000-ობით ლარია. მეორე ყოფილა თურმე ბათუმის თეატრის ხელმძღვანელი, ხო, რომელიც რაღაცა თვითონ შეიძლება საკუთარი თავი გაილახოს, ხო, რაღაცები დაიდო. რა თქმა უნდა, მას აქვს ხუმრობის უფლება, ხო, ხუმრობის უფლება მას აქვს თავის პოზიციის პირიქით არ არის ცუდი. თავისუფალი საზოგადოება თვითონ გაჯდის. ვისი ხუმრობა, ვისი თამადობა კარგია და ცუდია. პირობითად ვამბობ, ხო, ჩვენ ხა რა ვიცი, მეც ოჯახში, გარეთ, მეგობრებში მიწევს ქართულ სუფრაზე ყოფნა და ზუსტად ვიცით ვინ არის კარგი თამადა და ვინ არის ცუდი თამადა. ეხლა ბაღის აღსაზრდელების ლექსებს რო ყვება სუფრაზე თამადა, ის ვერ ითვლება კარგ თამადა და ერთ და იგივე ლექსს რო ამბობს, ერთ და იგივე ისტორიას რო ყვება სხვადასხვა სუფრაზე და ესეთი კატეგორიის ხალხი შეარჩიეს, რომელიც არის ბიუჯეტის ფულზე გამოზრდილები და საბოლოო ჯამში ამათი არავის არ ეშინია, მაგრამ აქვე ვიტყვი რომ უნდა გაგულახონ და ვინ უნდა გაგულახოს კაცო, აქვე ვამბობ, რომ ერთი თმისღერი ჩამოუვარდება, ერთი თან პროკურორის შვილი ყოფილა ერთ-ერთი თურმე იქ ასევე ერთი თმისღერი ჩამოუვარდება ასეთი ქმედების გამო ჩვენ თანამებრძოლს, ჩვენ ოჯახის წევრს, ჩვენ რომელიმე აქტივისტს ვიცით ვინ არიან დამნაშავე და ეს ადამიანები ჩაითვლებიან დამნაშავეებად, ჯერ ერთი პროკურორის შვილი ყოფილა და იმ პროკურორმა მაინც უთხრა საკუთარ შვილს თუ მისი დავალებით არ არის, რომ რას ჩადის. იმიტომ რომ ადრე თუ გამორიცხულია, ამასთან როცა უკავშირდება ადამიანის სახელი და გვარი ეს დავიწყებას მიეცეს. გამორიცხულია, ამიტომ თხილად იყვნენ. უბრალოდ ეს მინდა ვთქვა და ნუ დაუჯერებენ კობახიძეს, იმიტომ რომ კობახიძე შეიძლება საერთოდ არ იყოს მალე არაფერი საერთოდ, როგორც სხვა ბევრი არავინ პრემიერ-მინისტრი ყოლია ამ ქვეყანას. შეიძლება საერთოდ არ იყოს პრემიერ-მინისტრი, შეიძლება
სულ შეიძლება არ იყოს საერთოდ პრემიერ-მინისტრი ძალიან მალე თუ ის გადაეფარება დინარაძეს, გადაეფარება ზარდიაშვილს, გადაეფარება ამ კრიმინალებს, რომელიც მან კრიმინალური ბანდის ანუ დინარაძის და ზარდიაშვილის მოხსნა გადაადგილება ასე შემდეგ ყობახიძე შეიძლება ამაში ყობახიძის უახლოესი წრეა, მაღალი ინტელექტუალობით ვერ გამოირჩევა ვერცერთი, მაგრამ მისი სანდო პირები არიან. ეხლა ვიცით ხო, პარლამენტიდან ზარდიაშვილი ასევე კლანის წარმომადგენელი იყო პარლამენტში, სასამართლო კლანის თუ გახსოვთ, არა მათ შორის ქართული ოცნებიდან წამოსულ პოლიტიკოსებსაც უსაუბრიათ, ხო? ჩვენ ვიცით სხვადასხვა პოლიტიკოს, ქალბატონ ეკაბესელიას, გედი ფობხაძეს თუ ვინ არიან ეს ხალხი, ხო? აქედან გამომდინარე რაღაც ახალს და სიახლეს არ მომობ, მაგრამ ძალიან მე მგონია რომ არც ყობახიძე იქნება დიდხანს, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი ნელ-ნელა მის ირგვლივ ადამიანებს მოძულებას აკეთებს და ბიძინა ივანიშვილი რომ მოიძულებს, ყველაზე კარგი ვარიანტია ისე დაავიწყდა ყველას, როგორც მაგალითად ბახტაძე დაავიწყდა, მაგრამ ყველაზე ცუდი ვარიანტია, რომ აღმოჩნდა იქ, სადაც აღმოჩენილია ღარიბაშვილი. აქედან გამომდინარე ეს შეიძლება მოხდეს და ჩემი აზრით ეს რაც ეხა ყობახიძე ფარტხალებს, ეს არის ამ ფარტხალის ნაწილი, რომ ბიძინას მამუკამ დინარაძე რატომ წვალობენ მის წვალობენ ახლა ხო, ხან ერთ ადგილას გადა 1 სექტემბერი იქნება მისთვის ყველაზე ესეთი ღირსშესანიშნავი დღე, როცა სკოლაში ნამდვილად არ წავა ხო 1 სექტემბერს. გააუქმებენ იმ სამინისტროს, სადაც ახლა მოქმედი მინისტრია, გადანიშნავენ იმ სამინისტროში თუ სახელმწიფო უპორტფელო მინისტრის თანამდებობაზე, რომელიც ჯერ არ არსებობს, მანამდე შეუქმნეს ისეთი თანამდებობა კოორდინაციის, რომელიც არ არსებობდა, ისიც გააუქმდება უფრო სწორედ 1 სექტემბერს, ანუ ძალიან დატვირთული დღე ექნება მდინარაძის. მოკლედ, რა ხდება მდინარაძის თავს? ან რატომ ხდება? გულწრფელად ვისაუბროთ რა. აი თქვენი მაყურებელი 10,000-ობით, 100,000-ობით ადამიანიც ახლა ტელევიზორს უყურებს. აი ვთქვათ, რისი მინისტრი იყო მდინარაძე? 4 თვე ხო დაახლოებით ვაცდე. აი მოდი ვთქვათ, თქვენ გაიგ, მე ვერ გავიგე რისი მინისტრი. რა კოორდინაცია უნდა სხვადასხვა საკონსტიტუციო სამართლის სუბიექტებს შორის, მაგალითად თავდაცვის სამინისტროსა და უშიშროებას შორის, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა. რა კოორდინაცია უნდა გაკეთოს? ანუ ერთადერთი კოორდინაცია მათ შეიძლება იყოს რაღაც სხვადასხვა სახის დანაშაულის გამოძიების ნაწილში და ამას საშუალო და დაბალ დონეზე ისაც პროკურორობა, რაღაც სახელმწიფო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ისაც გამომძიებლები, შესაბამისი პროკურორები და ის ადამიანები აკეთებენ, ვინც უნდა გააკეთოს და აი მდინარაძე რაც უნდა. არა, დინარაძეს შეუქმნეს ისეთი, რომ თავი ეგრძნო, აი თავაწეული რო ეულო რა მის წრეში და რაღაც გავლენებ კრიმინალური ჯგუფები, რომელიც მას უნდოდა რომ გადაებარებინა, ამ კრიმინალურ დაჯგუფებებს აი მინისტრის სტატუსით ელაპარაკა და არა ვიღაც პარტიული სტატუსით რა. მაგრამ ეს შანსიც მოუწევს. არა, ხო, სისულელების, ხო, ეს შანსი, მაგრამ ეხლა კოორდინაციის შემდეგ კიდე ისეთ სამინისტროში გადაყავთ, როგორც ამბობენ, რომელიც არასდროს შექმნილა, სულ პირდებიან რომ შეიქმნება, ჯერსაც ჩააბარეს, ჯერ არ არის სამინისტრო, ხო? და რას აბარებენ? ანუ ჩვენ ვიცით რომ ეგეთი სამინისტრო არსებობს. ეს ერთი, მეორე, ჩვენ ვიცით რომ არსებობს სახელმწიფოს წვნებულები, ეგრეთ წოდებული გუბერნატორები, რომლებსაც ეს ფუნქცია აქვთ მუნიციპალიტეტ და რეგიონებში, იმიტომ რეგიონული ტერიტორიული მოწყობის სახელმწიფო საქართველოს არ არის, უნიტარული ტერიტორიული მოწყობისაა ეს სახელმწიფო წვნებულის ინსტიტუტი, საერთოდ ისეთი შექმნილია, რომ არ ვიცი, მასაც შინაარსი და არაკონსტიტუციურია საერთოდ, ჩემი აზრით და კონსტიტუციაში არასწორად წერია და არ უნდა ეწეროს ესე, როგორც წერია, მაგრამ ეს საკითხი შორს წაგვიყვანს, ისედაც არიან ესეთი ადამიანები, რომელთანაც პირდაპირ ორ მიმართულებასთან აქვთ ეს არჩევნებში დროს კარგად ჩანს კომუნიკაცია. ერთი მიმართულება არის პარტია, ანუ ამ გუბერნატორებს და მის აპარატს და მოადგილეებს, ზოგს რო იცოდეთ 5 და 6 მოადგილე ყავს ამ ეგრეთ წოდებულ გუბერნატორებს, საერთოდ რა თუნდა მოადგილე მე ვერ ხვდები, მაგრამ ყავთ და ნაწილი ამ მოადგილეების და წვნებულების არიან პირდაპირ კავშირზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და ზუსტად ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთი გუბერნატორი არანაირი სამინისტროს და რაღაცა მის დაქვემდებარებაში არ მოხდება. ზუსტად ვიცი, რომ არც ერთი პარტიული მაღალი თანამდებობის პირი, ვინც მათ შორის რეგიონული მმართველობა აქვს ჩაბარებული ქართული ოცნების სისტემაში, არანაირად მდინარაძეს არ მოусმენს. იმიტომ რომ მდინარაძე არის გაშვებული შანსი. ჩემი აზრით, დანაი სამინისტრო საერთოდ არ შეიქმნება, ან მე მგონია, რომ მაქსიმუმ 3-4 თვეა გასტანოს. რა კითხვა დასვა დღეს თქვენი კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ გირჩი-ჯაფარიძემ, რო შევაჯამოთ ის იმ პარტიების წარმომადგენლებს და იმ პოლიტიკოსებს, ვინც ამბობს, რომ აქვს აზრი არჩევნებში მონაწილეობას, ეს არის დემოკრატიული პროცესი და მხოლოდ ასე იცვლებიან ხელისუფლებები თანამედროვე სამყაროში, უსვამს კითხვას, თუ ქართულ ოცნებას მიტაცებული აქვს სასამართლო, საარჩევნო ადმინისტრაცია, საარჩევნო კანონმდებლობა,
მაშინ რა აზრი აქვს ასეთ არჩევნებში შესვლას? რას ფიქრობთ თქვენ ამასთან დაკავშირებით? ვინმეს პასუხი ან მოსაზრება ხომ არ მოგისურვებთ? ხო, ანუ უყურეთ როგორი მდგომარეობა ალიანსმა როცა იმუშავა ერთ-ერთი თანაავტორი ამ 6 პუნქტის, ეგრეთ წოდებულის მეც ვარ სხვა პარტიების საარჩევნო საკითხების სპეციალისტებთან ერთად და როცა ეს 6 პუნქტი შევიმუშავეთ, ეს ჩვენ თქვით, რომ ეს არის მინიმალური სტანდარტი, რა შემთხვევაში, ანუ ეს იდეალური კი არ არის, მაგრამ ვიცით, რომ ქვეყანაში არის ისეთი პოლიტიკური კრიზისი, რომ რაღაციდან უნდა და რაღაცაზე უნდა დაიწყოს საუბარი. ეს არის მინიმალური სტანდარტი, რომელსაც უბრალოდ ჩვენ როცა 26 მაისისთვის აქციებისთვის ვემზადებოდით, კარდაკარს როცა ვაკეთებდით, მე პირადად გიგა ლემონჯავა, ანა კობახიძე, გიორგი ბუტიკაშვილი, ანიკა ვთაძე, როცა დავდიოდი და კარზე ვუკაკუნებდით ადამიანებს, ერთ შეკითხვას ვეუბნებოდით მარტო და ერთი შეკითხვა იყო, აი თქვენი აზრით საქართველოს ემიგრანტებმა უნდა მიიღოს თუ არა არჩევნებში მონაწილეობა. ზოგი იყო უკმაყოფილო, ზოგს ოპოზიცია არ მოწონდა. კი, უნდა მიიღოს. ქართული ოცნების ანუ ამაზე მორალური ასე ვთქვათ საკითხია ეს რა. ვერავინ ვერ იტყვის, რომ საქართველოს მოქალაქე, რომელზეც დგას ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის იდენტობა, ეკონომიკური მდგრადობა, ეს ადამიანები არიან, რომელიც ვერ გატეხეს, ვერ მოისყიდეს, ვერ დააშინეს და შრომობენ ამ ქვეყანას. ჩვენი ხალხია, ჩვენი სამშობლოა, ჩვენი ისტორიაა და მომავალია ჩვენ. და ამ ხალხს ესე მოდი გავწიოთ გვერდით და როგორც ჩამოვართვათ ეს უფლება, ამაზე ვერავინ ეს არის ცხადი. ეს ერთი. მეორე საკითხი, რაც ასევე მნიშვნელოვანია, რომ 2024 წლის არჩევნების შემდეგ ძალიან დიდი რეპუტაციული ზიანი მიიღო საარჩევნო ადმინისტრაციამ. საკონსტიტუციო სამართლის სუბიექტებს შორის, ანუ სახელმწიფო ინსტიტუციებს შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. არადა სოფლიოში არჩევნების ვინც არჩევნებს აორგანიზებს, ყველაზე მაღალი და შინაგან საქმეთა სამინისტრო რო არბევდა ხალხს, პარლამენტი რო არალეგიტიმურად მიგვაჩნია, მთავრობა მათ შორის იმათ უფრო მაღალი რეიტინგი აქვს ვიდრე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ხვდებით ხო რა მასშტაბია? ქართული ოცნების ამომრჩეველი წარენდობა. იმ კოორდინატორმა და მასწავლებელმა ხო იცის რაც ხდება იმ საერთოდ თვითონაც არის ნაწილობრივ ჩართული ამაში პირდაპირ და ესეთი მაშინ რა უნდა ვქნათ? მუდმივ ბოიკოტი არ ვქნათ. არა, მუდმივ ბოიკოტში არ ვიქნებით და არც უნდა ვიყოთ. ესეთი მიდგომა ჩვენ ვფიქრობთ, რომ კი საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და მათ შორის და გაუქმდეს ყველა ის კანონი, რაც მათ მიიღეს და მათ შორის რეპრესიული კანონები. მე ვერ წარმომიდგენია, რომ ნიკა მელიას, ელენე ხოშტარიას, ეხლა ჩემ კოალიციაზე ვსაუბრობ, ასევე ნიკა გვარამიაზე, ზურა ჯაფარიძეზე, სხვებზე იყოს დაკიდებული სისხლის სამართლის საქმეები და ასე ჩატარდეს არჩევნები და ამ არჩევნებს სამართლიანი დაერქვა, სწორი არჩევნები ჩატარდება. ეხლა მინდა ერთი რაღაცა ვთქვა კიდევ. ჩვენ საკითხს ესე არ ვაყენებთ არჩევნებში მონაწილეობის მიღება ან არ მიღება. ჩვენ გვინდა რომ არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა, ოღონდ ჩვენ გვინდა მივიღოთ ისეთ არჩევნებში მონაწილეობა, რომელ არჩევნებსაც არჩევნები დაერქმევა. სტანდარტი საერთაშორისოც და ქვეყნის შიგნით. როგორ არჩევნებში მინდა იცით? მონაწილეობა და ლიდერები რო თავისუფალი იქნებიან ემიგრანტებს, ასევე თუნდაც საჯარო მოხელეს. არ კონდეს იმის განცდა, რომ თუ ოპოზიციას შემოხაზავს, მას სამსახურიდან გააგდებენ. ჩვენ ვიცით, რომ 24 წელს იმ ფარულობასთან დაკავშირებით ამან მნიშვნელოვნად გაზარდა მათ შორის ქართული ოცნების ხარდაჭერა იძულებით, რომ მათ კონდათ განცდა, რომ შეიძლება მათი არჩევანი ყოფილიყო საჯარო. მაგრამ ეხლა ერთი საკითხია, ჩვენ ესე არ უყურებთ საკითხს, მაგრამ ჩვენ უყურებთ საკითხს, რომ აქედანვე ეხლა 2 წლით ადრე ადამიანები რო ამბობენ, რაც არ უნდა არჩევნები დამინიშნოს, არჩევნებში მივიღებ მონაწილეობასო, ჩრდილოეთ კორეაში ჩატარდა ეხლა 1 წლის წინ არჩევნები 7 თვის წინ არჩევნები და 99.7% მიიღო კიმ ჩენ ინის პარტიამ. ასევე ჩვენ ვიცით, რომ ნიკარაგუაში პირდაპირ თქვეს, რომ არჩევნები აღარ უჭირდება, ხო? დაახლოებით რუსეთში ტარდება არჩევნები და რუსეთის პარლამენტი არის მრავალპარტიული. რუსეთის პარლამენტი არის დუმა არის მრავალპარტიული. და ცხადია, რომ ეს არ ნიშნავს იქ, რომ კონკურენცია იყო და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები და საერთაშორისო ორგანიზაციები ამბობენ, რუსეთის პარლამენტის არჩევნები ვერ არ ითვლება კონკურენტულად, იმიტომ რომ ზუგანოვის პარტიაც, LDP-იც და სხვაებიც არიან სისტემური ოპოზიცია, ანუ რეალურ კონკურენციას კი არ უწყობენ, მეორეობისთვის იბრძვიან. და ჩვენ მეორეობისთვის ბრძოლას არ ვაპირებთ, ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას გამარჯვებისთვის. ამიტომ აუცილებლად უნდა შეწყდეს სისხლის სამართლის საქმეები პოლიტიკოსებზე, აუცილებლად უნდა გამოვიდეს ნიკა და ელენე და უნდა დაინიშნოს არჩევნების სამართლიანი, ან უნდა დაინიშნოს არჩევნებთან დაკავშირებული საკითხებზე მსჯელობა, რომ შევთანხმდეთ როგორია სამართლიანი არჩევნები. ამას ვითხოვთ, მაგრამ თუ ამას არ შეასრულებს ქართული ოცნება, ჩვენი მხრიდან იქნება წინააღმდეგობა. გამორიცხულია ახლა ელენე ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე კონდეს. ციხე ნიკას და ნიკას 2-დან 4-მდე, ზურასაც ესე და ლევან ხაბეშვილი ყველა მიხეილს ანუ ჩვენ აი ყურეთ ძალიან მარტივი საკითხი მინდა რა. თქვა
მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის ფრთაშიც არის კონკურენცია, ერთმანეთთან გადაძახილი და ასე შემდეგ და მათ შორის მე მინდა რომ ლელო რო ამბობს ყველანაირ არჩევნებს შევალ მონაწილეობას მივიღებო, რაც არ უნდა ბიძინამ შემოგთავაზოს. ხო? მე მინდა რომ მამუკა ხაზარაძე დაბრუნდეს საქართველოში და მას შეეძლოს თავისუფალ საარჩევნო პროცესში მონაწილეობის მიღება. იგივე მინდა გახარიასთან დაკავშირებით. და თუ ჩვენ ამომრჩეველი ჩვენზე მეტი ყავთ, აი ამომრჩეველმა გადაწყვიტოს. რა თქმა უნდა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყველა ლიდერი უნდა დატოვოს საპყრობილე და ისინი არიან პოლიტპატიმრები. ეს არის ფაქტი. ამაზე ლეგიტიმური მოთხოვნა ვერ გვექნება. როგორ უნდა მივახციოთ? ფართომასშტაბიანი აქციები და კოორდინაციით. კოორდინაციის გარეშე ვერ გამოვა. ახლა არ არის დრო მეორეობისთვის ბრძოლაში. ახლა არ არის დრო იმაში, რომ ამ ლიდერებში, ან პარტიებში საუკეთესოებისთვის იბრძოლა. თორემ მეორეობისთვის ბრძოლა დაგვრჩება უკან და არც მეორე იარსებებს და არც მეოთხე. და შეიძლება ფიზიკურად არ იარსებოს კონკრეტულმა ადამიანებმა და ეს უნდა გავითვალისწინოს. ბატონო, იმედია მართლაც ამას გააცნობიერებს მთელი ოპოზიციური სპექტრი. თენგო თევზაძე კოალიცია ცვლილების ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენი სტუმარი.